დასრულდა საახალწლო შესვენება და აქ იტალიიდან ვბრუნდები ამერიკაში. ძალიან მიხარია, რომ თურქეთს ბათუმის და თბილისის ვიდეოები უდევს ტურისტების მოსაზი. და აი დავბრუნდი იქ, რასაც უკვე სახლად აღვიქვა. პირველივე, რა თქმა უნდა, ბეიგელების საუზმე მქონდა. უამრავი გემრიელი არჩევანით. შემდეგ კი წავედი სახლისკენ, სადაც პლუს გრადუსებს მთელი თვე ვერ ვეღირსები, მაგრამ ეს ჯერ აქ არ ვიცი და გავაგრძელი ჩემი დოქტორანტურის საქმიანობები. გამარჯობათ მეგობრებო, გილოცავთ 2026 წელს და გისურვებთ, რომ ძალიან დიდი ბედნიერების წელი ყოფილიყოს და რაც მთავარია, თქვენაც ჩაფიქრებული გავთ, ის აქ ხდებოდეთ. როგორც ხედავთ, ამერიკაში დავბრუნდი, სამი კვირა ვიყავი ევროპაში, აქედან ცოტა ხანი საქართველოში, ცოტა ხანი ვმოგზაურობდი. 2026 წელი, როგორც ყველა დანარჩენი, რაც ამერიკაში გადმოვედი, იწყება საქართველოში და იწყება ცოტა ქაოსით, როგორც ქართველებს გვიყვარს, ანუ როგორ ვიდეოებსაც დებენ ხოლმე ზოგადად ინფლუენსერები ან იუთუბერები, რომ აი პირველ დღეს 1 იანვარს reset აქვთ და უბრალოდ სახლს ალაგებენ და გონებას იწყობენ ისე, რომ მომავალზე იფიქრონ, ჩვენთან მგონი ეგ არ ხდება, ხო? ჩვენ კარგად ვერთობით, მეგობრებთან ერთად დროს ვატარებთ და ვცდილობთ, რომ საყვარელი ადამიანების გამოცვაში ვიყოთ და არა მარტო სახლში ჩვენთვის. არასდროს არც დრო არ მქონია და არც სურვილი ხოლმე, რომ წინა წელი ესე დაუმჯდარიყავ და შემაჯამებინოს და ახლაც არ ვაპირებ მაგას. უბრალოდ 2026 წელს, როგორც ყველას, ალბათ გვაქვს ჩვენი გეგმები და იმას მივყვებით და იმედია ყველაფერი გამოვა. ახლა მინდა რომ ცოტა ჩემი კასკა გავწმინდო, რაღაც სტიკერები დავკრა და თან გელაპარაკოთ რაღაცებზე. რაც ამერიკაში გადმოვედი, სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ჩემი ნაცვლი ყოველთვის ხვდება 19 იანვარს, იმიტომ რომ ხშირად არ ვარ ხოლმე აქ 16 იანვრამდე და რომ ჩამოვდივარ, ესე პირველივე საქმე არ გამოდის, რომ ნაცვის ხის დაშლა იყოს. თან ცოტა მენანება, იმიტომ რომ რადგან ძირითადად აქ არ ვარ, იმიტომ რომ დეკემბერში თან არის ხოლმე კონფერენცია, რომლის ვიდეოსაც დავდებ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენცია და იქ ვარ, შემდეგ საქართველოში მოვდივარ, შემდეგ მოგზაურობ და მოკლედ ამ ჩემ ნაცვის ხის დიდი ხანი ვერ ვუყურებ და ძალიან მიყვარს. ამიტომ ცოტა ხანი მაინც მაქვს ხოლმე. შარშან პირველ თებერვალამდე მქონა, ანუ იანვრის ბოლოს დავშალე, მაგრამ წელს ალბათ ეგრე არ ვიზავ და აი დღეს რო სახლს დავული, მაგასაც მივაყოლებ და დავშლი. ზოგადად, რაც ამერიკაში გადმოვედი, იმდენი საქმე იყო და არა მარტო უბრალოდ კვლევაში საქმე ხო, არამედ რაღაცების გარკვევა და ალაგება და ასე შემდეგ და ისე გამოვიდა, რომ ბევრ წიგნს ვეღარ ვკითხულობდი. იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცა მქონდა წასაკითხი და გასაკეთებელი და ჩემი საგნების ასწავლი. ამ ბოლო დროს კი, ბოლო 2 წელია იანვარს ძალიან პროდუქტიულად ვიწყებ, იმიტომ რომ როდესაც ამერიკაში ვბრუნდები, უკვე ერთი წიგნი მაინც მაქვს ხოლმე დამთავრებული. ვიცი რომ ზოგი შეიძლება დღეში ერთ წიგნს კითხულობს საერთოდ, მაგრამ ჩემთვის ძალიან კარგია ესეც, იმიტომ რომ ყოველთვის არჩევანის გაკეთება მიწევს. ჩემთვის კვლევის პეიპერი წავიკითხო, რაც საქმეში გამომადგება, თუ უბრალოდ კლასგარეშე წიგნი. თვლი რომ კლასგარეშე წიგნი არ უნდა იცვლებოდეს, უბრალოდ პეიპერებით რამდენადაც საქმეს წინს წევდეს ეს ყველაფერი. პირველი წიგნი რაც წავიკითხე, ტელეფონში მქონდა გადმოწერილი ეს book app რო აქვს თავისი iPhones იქ და ძალიან კომფორტული იყო სხვა შორის მანდიდან კითხვა. პირველად წავიკითხე ეგრე წიგნი. ეს იყო აგათა კრისტის პუაროს შობა. აი რა გავწმინდი არ ვიცი, მაგრამ მაინც ახალი სეზონისთვის, ახალი წლისთვის მოვამზადე. ძალიან მომწონს, რომ ესამისფერია, ძალიან მინდოდა ან ვარდისფერი, ან ესამისფერი და მგონია, რომ ეს იდეალურია. ახლა დავაკრათ რაღაცეები. ეს სტიკერები მინდა დავაკრა. ეს ძალიან საყვარელი მარწყვის სტიკერია. ეს კორნელის, ეს სლიზერინის და მე მაქვს ძალიან ბევრი ჩემი საყვარელი ანიმე სტიკერი. შოთა თუ კიდევ უყურებ ვიდეოებს. შენი სტიკერებია. და მანდედანაც ავარჩევ თან ფერებში ძალიან კარგად მინდის, იმიტომ რომ ჩემს საყვარელ პერსონაჟს კიბოს მსგავსი ფერის ტანსაცმელი აცვია. ახლა გადასაწყვეტი მაქვს წინ რა იყოს, წინ ესე იყოს რამე, არა, ეს აშკარად გვერდზე უნდა იყოს. აი აქ არის იდეალური. ესე რომ იყოს. მოკლედ, ძალიან ესე ცოტა ნელა დავიწყე, იმიტომ რომ როცა მგონი საქართველოში მივფრინავდი, მაგ დროს დავიწყე კითხვა. და მე მივანებე თავი, იმიტომ რომ საქართველოში დროს კითხვა იყო, არც კი მეძინა, იმდენად სულ რაღაცას ვაკეთებდი და სულ ვიღაცას ვნახულობდი და სულ მოკლედ მოძრაობაში ვიყავი. ცოტა ყურადღება უნდა.
რომ კარგად დაიკრას. ცოტა გავუფრჭა, მაგრამ არა უშავს. მაგრამ მგონი მაინც ლამაზია, აი. ესე იქნება ეს მარწყვი. ახლა ავარჩიოთ აი ამდენი სტიკერისგან, რომელიც დავაკრა ჩემ კასკას. და წიგნს რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო, მომეწონა. ანუ გასართობი წასაკითხი იყო, რა თქმა უნდა, დეტექტივი გასართობი წასაკითხია. ერთადერთი და ალბათ დეტექტივის ყველაზე ცუდი review რაც კი შეიძლება გავაკეთო, ის არის, რომ გამოვიცანი მკვლელი ვინც იყო. გამოვიცანი თან ძალიან ადრე. ოღონდ რა თქმა უნდა, ავტორის ხელშია გითხრას, რაც უნდა თვითონ ის ამ მკვლელობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივხვდი, რომ ეს იქნებოდა მკვლელი, მაგრამ არაფერი ხელჩასაჭირი არ მქონდა, ანუ მოტივი არ მქონდა, მაგრამ ყველაზე ლოგიკურ მკვლელად მეჩვენებოდა ეს ადამიანი. და ბოლოს რო გაშალა კარტები, ნუ მოტივიც გამოჩნდა და მეთქი, ოკეი, ანუ აშკარად მიხვდებოდი რომ ეს იყო. არა, ვერ ვიტყვი მას, შეიძლება ვერ მიხვდებოდი, მაგრამ მოკეთ რაღაცა gut feeling ხო გაქვს და ეგრე გამოვიცეთ მოკლედ რომ ეს იყო მკვლელი. თუმცა მაგის მიუხედავად საინტერესო იყო რომ მიყვები დეტექტივს და ნახულობ ვინ რას ფიქრობს, ვინ როგორ იქცევა, იმიტომ რომ სხვა ბევრი კარტაც გაიშალა რა თქმა უნდა. უბრალოდ, აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება სხვებს უნდათ ეს წაკითხვა. და ეგ იყო ჩემი პირველი წიგნი. ეს ჩემი საყვარელი ანიმე არის Hunter x-Hunter-ის სახელი არ მithქვამს, მაგრამ სტიკერებს თუ დაინახავდით მიხვდებოდით. გიჟდები Hunter x-Hunter-ი აი საუკეთესოა. და ალბათ ცოტა წინ დავიკრავ კილოს ჩემს საყვარელ პერსონაჟს, აი ეს. თხა წინ ესე არ მინდა მანათობლად მქონდეს რამე, მაგრამ მგონი ესე გვერდულად რო დავიკრა, კარგი იქნება. დავასრულე ჩემი კასკის შემკობა. წინ გვაქვს კილოა, შემდეგ აქ არის strawberry, ძალიან მიყვარს მარწყვები. შემდეგ ისევ Hunter x-Hunter-დან გონი, აქ გვაქვს ჰისოკა და მგონი ძალიან უხდება ამ კასკას. შემდეგ გვაქვს კორნელის ლოგო და მოკლედ ეს არის ჩემი კასკა. ახლა ვნახოთ როგორ არის თავზე. ერთ წამით. ასე. როგორც აღნიშნე, ახლა დავბრუნდი ევროპიდან, ამიტომ მაცივარი მაგცარიელი, სადღაც 3 კვირაა წასული ვარ და გავედი Wegmans-ში რომ მეყიდა პროდუქტები და რა ვიყიდე ახლა პირველ გასვლაზე. პირველი არის ჰუმუსი, აქაური ითაკა ჰუმუსი ქვია, რომელიც არის French onion, ანუ ხახვის ჰუმუსი და ეს იყო $5. შემდეგ ვიყიდე კვერცხი 12 ცალი, რომელიც დაჯდა $2.49. ასევე ვიყიდე შიფსები. ასეთი ლაიმის გემოთი, რომელიც დაჯდა $4.59. ვიყიდე cereal, ესეთი ხლოპიები, რომელიც არის ცოტა უფრო ორგანული და უკეთესი შენთვის და ეს დაჯდა $4.59. ესაც რამდენი რაღაცა იყო 4.59, იმიტომ რომ ესეც, არა, ეს დაჯდა $4.99. ძალიან მიყვარს ასეთი ფორმის პასტა. ეს შოკოლადი ძალიან მიყვარს, თუმცა მგონია რომ კარგი არ არის შენთვის, იმიტომ რომ ამერიკულია პირველ რიგში და მეორე რიგში ეს ღირს $1.59 და იაფია შოკოლადისთვის ასე მგონია. შემდეგ ვიყიდე ეს შოკოლადი, რომელიც ალბათ იცით და ეს დაჯდა $5.99. შემდეგ ვიყიდე ქათმის გულმკერდი, რომელიც დაჯდა $11.74. შემდეგ პარმეჟანის ყველი, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, იმიტომ რომ ამაში გადავიხადე $8.37. აი ამ მაფინებში 4 ცალი მაფინია, cranberry და კაკალი და გადავიხადე $7.50. ვიყიდე სტაფილო, რომელიც უბრალოდ $1 შემდეგ ვიყიდე კლემენტინები, რომლებიც თითქმის მანდარინია, თუმცა მაინც განსხვავებული გემო აქვს და უფრო ხშირად კლემენტინი გვხვდება ვიდრე მანდარინა ხოლმე ამერიკაში და ეს არის $3.99. ვიყიდე ბანანები, რომლებიც 72 ცენტი დაჯდა. ვიყიდე ესეთი ბულგარული 3 ცალი, რომელიც $4.59 დაჯდა. კივი, აქ რასაც ხედავთ, ეს არის $5.99 და ვიყიდე
ესეთი პომიდორი, რომელიც ჩერი პომიდორია წესით, კი, რომელიც დაჭდა $5.59. ასევე ვიყიდე ასეთი არაჟანი, ეს არის $2.99 და შვრის რძე, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს არის $5.59. აი, ამაზე მართლა გიждები. ესეთი თავისი თოვლი აქვს. თავისივე ნატურები, ეს მარია მომაჩუკა. ეს სათამაშო. ეს ნიუ-ორლეანსში ჩემო მეგობრებმა იყიდა და ეს კიდევ ჰარი პოტერის ვარსკვლავის მაგივრად. და ესეთი საყვარელი ნაძვისხეა. ახლა დრო რომ დიშვაშერიდან ამოვალაგო ჭურჭელი და შევინახო. გარეთ ცოტა ისევ თოვლიანია, თუმცა ისე ყინავს, რომ 13 გრადუსია, -13 გრადუსია, რა თქმა უნდა. და მე ზოგადად ვამეს რამდენი წყალი ჩაჩაქ. მე ზოგადად არ მცირვა, იმითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, ნახეთ რა ყვარიჭიკა, ჰარი პოტერის. რომ მაცვია ხოლმე ზაფხულის ჯინსები ზამთარშიც და პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ახლა გარეთ რო ვიყავი ამ ზაფხულის ჯინსით, გამეყინა მუხრები, აი გამეყინა რასაც ქვია და მივხვდი ზოგჯერ ხალხი ჯინსის ქვეშ რაღაცას რატო იცმევს. აქ ეს ყონები ოღონდ გრძელდება ძალიან დიდი ხანი, იმიტომ რომ იწყება ხოლმე აქეთ მხარეს, ანუ იანვარი, თებერვალი, მარტშიც ცივა. და მგონი აპრილშიც ცივა და საერთოდ მაისში შარშან ისე ციოდა, რომ graduation-ზე გაიყინა ხალხი. მე კი უბრალოდ ერთი კაბა მეცვა, მაგრამ მოკეთ სანამ ზაფხული არ დადგება, ითაკაში ყოველთვის არის შანსი იმისი, რომ გაიყინო. მგონი სხვა ვიდეოებში ხახსენე, თავიდან რომ აქ გადმოვედი და dishwasher-ი მქონდა სახლში. მაინც არ ვიყენებდი, იმიტომ რომ მეგონა რომ ისე კარგად მაინც ვერ ასრულებდა, როგორც მე მინდოდა. ახლა რომ ასე მეუნებიან ხოლმე ჩემი მეგობრები, რომლებიც ზოგი არ იყენებს dishwasher-ს, სულ მეცინება. იმიტომ რომ ახლა ვთვლი, რომ დრას ამბობთ, ანუ ძალიან კარგი რაღაცაა და აუცილებლად გამოვიყენებ და სულ ვიყენებ. მაგრამ პირველ წელს მეც ესე ვიყავი. აი, არ მინდოდა dishwasher-ის გაგონება, მერჩვენა ყველაფერი ხელით ჩემით გამერეცხა. მაგრამ ძალიან დიდი კომფორტია, მით უმეტეს დიდი წვეულება რო გაქვს, ყველაფერს ჩაყრი და ვშო, შენ შეგიძლია წახვიდე უბრალოდ სახლი დაალაგო, წახვიდე დაიწინო. აქ დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით ამერიკის თოვლის შტორმის და -20-30 გრადუს ყინვებში კამპუსზე სიარულის ამბებს. არ დაგავიწყეთ რომ მიოცნებოთ და ნატრობი აისრულოთ 2026 წელს.